გამარჯობა, დღეს 12 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 2000 წლის 12 ივლისს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი. 2018 წელს ის გადავიდა მადრიდის რეალში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 3ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 3ჯერ ესპანეთის სუპერთასი. ის არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. 1884 წლის 12 ივლისს დაიბადა იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე ამედეო მოდილიანი. 2002 წლის 12 ივლისს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ნიკო ვილიამსი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად. 2021 წლიდან ის თამაშობს ბილბაოს ატლეტიკში. 1978 წლის 12 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი მიშელ როდრიგესი. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლეტი ორტისის როლის შესრულებით ფილმში „ფორსაჟი“. 1973 წლის 12 ივლისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის იუვენტუსი, მადრიდის ატლეტიკო, ლაციო, ინტერი, მილანი და მონაკო. 1995 წლის 12 ივლისს დაიბადა მანჩესტერის ინგლისელი ფეხბურთელი ლუკ შოუ. 1991 წლის 12 ივლისს დაიბადა კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი. კარიერის საუკეთესო წლებში ის თამაშობდა მონაკოში, მადრიდის რეალში და მიუნხენის ბაიერნში. მადრიდის რეალთან ერთად მან ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა. 1982 წლის 12 ივლისს დაიბადა იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის რომა, მადრიდის რეალი, მილანი და ინტერი. 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე. 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.